ყურებთ მაესტროს 9-ზე რეკლამის შემდეგ ვაგრძელებთ გამოშვებას. საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღალოში წარეხევის საბადოზე გაზის მოპოვების და დისტრიბუცია მუშაობა დაიწყო. პროექტს ამერიკული კომპანია ფრონტერა ახორციელებს. ჭაბურღილიდან მილებში ბუნებრივი აირის პირველად გაშვების პროცესს ადგილზე კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდიც დაესწრო. წარეხევის საბადოზე აღნიშნული პროექტის განხორციელება 2011 წლიდან დაიწყო, თუმცა უშუალოდ გაზის ამოტუმბვა და მილებში ჩაშვება გუშინ განხორციელდა. ნამდვილად დიდი დღეა ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობისათვის, ასევე საქართველოს ენერგეტიკისათვის. ცნობილია, რომ საქართველო ენერგოტრანზიტის ქვეყანაა, მაგრამ მას ასევე აქვს შესაძლებლობა გახდეს გაზის მომპოვებელ მწარმოებელი ქვეყანა, მოიხმაროს გაზი ქვეყნის შიგნით და ასევე გაიტანოს ექსპორტზე. ულოცავ ფრონტერას განხორციელებულ ინვესტიციას. აღმოვაჩინეთ 42 მილიარდი კუბური მეტრი გაზის საბადო, რომელიც მომავალში საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის წინაპირობა იქნება. ამ პროექტზე 2011 წლიდან მუშაობთ და დაახლოებით 400 მილიონი არის ჩადებული ინვესტიცია. გაზის ინაugurაციაზე ჩვენი გაზის პროექტის, რომელიც არის პირველად საქართველოში, როდესაც ქართული მოპოვებული გაზი მიეწოდება ნებისმიერ მომხმარებელს საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ ვიქნებით შეერთებული მთავარ გაზის მუსადენზე, უკვე შევერთით, უკვე როგორც ხედავთ და უბრალოდ მონსტრე ჩვენ უკვე ვტუმბავთ ჩვენ ბუნებრივ გაზს და ვაწვდით ქართულ მოხმარებელს.